რუსეთის აგრესიული რევანშიზმისა და გლობალური წესრიგის რღვევის პირობებში უმოქმედობა გვაქცევს გეოპოლიტიკურ ნაპრალზე მყოფ მოწყვლად სახელმწიფოდ ნათქვამია ინიციატივის ჯერ საქართველოს განცხადებაში, რომელმაც გამართა საჯარო დისკუსია უსაფრთხოების თემაზე. გამოსვლელებმა აღნიშნეს, რომ უსაფრთხოების პოლიტიკა არა ვიწრო ელიტას, არამედ ეროვნული კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს. დისკუსიას უძღვებოდნენ ვიქტორ ყიფიანი, გიორგი ანთაძე და გენერალი ვახტანგ კაბანაძე. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ქართული აზრის მობილიზება ისეთი საჭიროებო თემის ირგვლივ, როგორიც არის თავდაცვა და უსაფრთხოება. მაგრამ გვინდა ამ თემაზე ვიმჯელოთ არა მარტო ვიწრო გაგებით, რასაც უსაფრთხოება და თავდაცვა ქვია, არამედ კომპლექსურად მიმოვიხილოთ, როგორი შეიძლება იყოს ქვეყნის განვითარება ამ გზით. წარმოდგენილი გვაქვს კონცეპტუალური ხედვა. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს არსებული მძიმე ვითარება, რაც არის რეგიონში, ზოგადად შავი ზღვის რეგიონში და ასევე მსოფლიოში. რამდენად შეიძლება ეს აისახოს ქვეყნის თუ რამდენად ქვეყანა არის და ამ გამოწვევებისთვის აი ამაზე გვექნება დღეს საუბარი. ჩვენ გუნდს ჯერ საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული ხედვა. გავივლით იმ ძირითად საკითხებს, იმ გამოწვევებს, რომელსაც ჯერ საქართველოს გუნდი ხედავს ქვეყანაში დღეს ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით და შევთავაზებთ ამ გამოწვევებზე ჩვენებურ პასუხს იმ რეფორმების შესახებ ხედვას, რომელიც ჩვენი ესაზრით უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ადეკვატური იყოს.